ბოლო დროს სააკაშვილი იმდენად ასე ვთქვათ ხიბში შევიდა უკვე ხელისუფლებაში ყოფნის რომ ნებისმიერ ასე ვთქვათ განსხვავებული აზრის მოსმენა უკვე აღარ შეეძლო. იმდენად აღიზიანებდა უკვე რომ გამოდიოდა მდგომარეობდა მე გითხარით რომ ერთხელ აფექტურ მდგომარეობაშიც ვნახე და სულაც არ არის ადამიანისთვის საჭირო ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება რომ დაუსვას დიაგნოზი თუ ის ფსიქიკურად მართლაც ავადმყოფია სრული ამ სხვის მნიშვნელობით და მე მაშინ განცხადებას დავწერე თანამდებობისგან წასვლის შესახებ რომელიც დამიბარა დახია გაგიჟებულმა ასე ვთქვათ მიმოფანტა თავის კაბინეტში და გამაფრთხილა რომ მეორეთი მსგავსი რამ არ გამებედა და თუ გაბედავდა თვითონ იცოდა სად გამაგზავნიდა. მე სხვათა შორის უკვე ამ ურთიერთობიდან გამომდინარე არაერთხელ მითქვია თვითონ ოქრუაშვილისთვისაც რომ ერთჩვენიერ დღეს დადგებოდა ის დღე რომ მოხვდებოდი ციხეში, იმიტომ რომ ჩემთვის უკვე მიუღებელი იყო აბსოლუტურად მისი ქმედებები და უკვე ამის თმენის ვალდებულებას კი ფაქტიურად უკვე აღარ მქონდა ამ ყველაფერზე მოკლედ და მიუხედავად იმისა რომ მაინც ვერ ავწდი ამ უბედურებას ვერც კი წარმომედგინა თუ უფრო რა ელოდებოდა ჩემ ოჯახს და ჩემს ასე ვთქვათ საახლობლოს ამ ყველაფრის შემდეგ. რა თქმა უნდა, მან ვერ აიტანა ის რომ ასე ვთქვათ ოპოზიციის მხარი დავიჭირე, საპროტესტო ასე ვთქვათ მუხტის მხარე დავიჭირე და მაშინვე გასაბრძანება ჩემი დაპატიმრების, რომელიც შემდეგ ჯერ ორთაჭალის ციხეში მიმიყვანეს, სადაც იქ ფიზიკურად გამისორდნენ. შემდეგ რაღაცა ბეტონის რაღაცა სულ წყლით იყო სავსე და ამ ბეტონის ოთახში დამტოვეს ასე 4 დღის განმავლობაში. შემდეგ ითხოვდნენ რა თქმა უნდა ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას და ამას რო ვეიღებდნენ უფრო და უფრო ასე ვთქვათ სასტიკად იქცეოდნენ. შემდეგ ოქრუაშვილიც დააპატიმრეს. ოქრუაშვილის სამარცხვინო ჩვენებაც გახსოვთ. და შემდეგ უკვე ფაქტიურად მე რომ თლათ ასე ვთქვათ ვერ მიიღო ასე ვთქვათ ჩემგან ყველაფერი ის რაც თვითონ სურდა შემდეგ უკვე მთელი ზეწოლა ჩემს ოჯახის წევრებზე ჩემს მოხუცებულ მშობლებზე გადაიტანა მთელი ეს მშობლების სახელზე რიცხული ქონება მთლიანად წაგვართვა ჩამოგვართვა ეს სამართლებრივად როგორ შეფუთა ეს ცალკე თემაა კიდევ ისევე როგორც ჩემს დედმამიშვილებს ყველანი რა თქმა უნდა სამსახურიდან გაათავისუფლეს ჩემი იმ მოტივით თითქოს მე დავასაქმე ჩემი დედმამიშვილების და დედაჩემიც სამსახურში არადა ამ დროს მე სტუდენტი ვიყავი უნივერსიტეტის როდესაც ჩემმა დებმა მუშაობა დაიწყეს და დედაჩემი კიდევ მუსიკალურ სკოლაში პედაგოგად მუშაობდა ფორტეპიანოს მასწავლებლად და სანამ მე დავიბადე იმ სკოლაში მაშინ დაიწყო მუშაობა და ჩემი დებიც პედაგოგიური ასე ვთქვათ დაწყებითი სკოლაში დაწყებითი პედაგოგები გახდათ და მე სტუდენტი ვიყავი, როდესაც ისინი მათ დაიწყეს მუშაობა. ყველაფერი აბსოლუტურად ჩვენს გარშემო. შემდეგ ყოველდღიური გაგზავნები რომ სახლიდან აძევებდნენ ჩემს მშობლებს და ფაქტიურად ვერ მოახერხეს ეს, რადგან იქ სამეზობლო, სოფელი ასე ვთქვათ უპირისპირდებოდა ამათ და საბოლოოდ მე მოვმა, რომელიც ასე ვთქვათ მისი ერთ-ერთი ასეთი კიდევ უდიდესი ავანტიურა გახდათ. მე ეს ომის დროს ჩემი სახლი, ის სახლი სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, პაპა ჩემის აშენებული სახლი დაწვეს ომის დროს და მთლიანად გაანადგურეს. აი ეს ფაქტიურად მან ამიტომ ვამბობ, რომ ის ფსიქიკურად საშიში ადამიანი, ფსიქიკურად ავანტყოფია და დღესაც საშიშია მიმაჩნია. არასდროს მაშინ იყო საშიში, დღესაც კი საშიშია ჩემი აზრით და სწორედაც რომ აი აბსოლუტურად ხარს უჭერ გულწრფელად გეტყვით თქვენ კომისიის მუშაობას. თუ მე მზად ვარ, როდესაც დავბრუნდები და თუ კიდევ დამატებითი ასე თქვა კითხვები იქნება ჩემთან მიმართებაში, მე მზად ვარ გამოცხადე თქვენი კომისიის სხდომაზე და თუ დღეს ვერ გავიხსენე კიდევ მაპატიეთ ამის გამო
რადგან საავადმყოფოში ვიმყოფები და კიდევ არ მაქვს ის პირობები, რომ შვიდ გარემოში გესაუბროთ. მადლობა დიდი და გულწრფელად გეტყვით იმის განცდა მაქვს და ყოველთვის ვქონდა იმის განცდა, რომ სადღაც შორს და წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე ვიყავ. გულწრფელად გეუბნებით ამას. დიდი მადლობა. უბრალოდ ერთი პატარა დაზუსტება. ითქვი რომ თქვით რომ ბეტონის იატაკი წყალი დასხმული და ესე ვიყავი გამოყენებული ოთახში. ეს რომელ საპრობილეში იყო, რამხელა იყო 4 დღე ვიყავიო. რამხელა იყო ფართი აი ამ საკნის. და ვინ იყო დირექტორი თუ გახსოვთ ამ დაწესებულების? ეს იყო ორთაჭალის ციხე. ჯერ ორთაჭალაში მიმიყვანეს, შემდეგ გადამიყვანეს რუსთავის ციხეზე.